მე კიმ და სათვალეები და ისა წამალი. კიდე არის რაც გჭირდება, რო აღარ იტირო არასდროს. კიდე არაფერი. რამე გინდა ესეთი? კარგი. ბავშვს აქვს რეციფალია. ბავშვს ჭირდება მუდმივი კონტროლი, რეაბილიტაციები, ორთოპედის ვიზიტი, რომ დაგვენიშნოს ოპერაცია, რადგან სიგრძე სიმოკლე აქვს ბავშვს ვერ დადის დამოუკიდებლად. სამწუხაროდ არ გაგვაჩნია ფინანსები და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი გადავიხადოთ და დავაჭაროთ. ხან არის ისე, რომ მაგალითად გვიწევს მისვლა ექიმთან, მაგრამ გადადება გვიწევს, იმიტომ რომ ფინანსები არ გვაქვს და ყოფილა ისე, რომ წლებიც ვერ მივიყვანია, როცა ბავშვს ყოველ სამთვეში ერთხელ სჭირდება კონტროლი. ბევრი რამე არის ისეთი, რასაც მოკლებულია ჩემი შვილი და ენატრება არ აქვს, მაგალითად, და მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს მის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილს შევუსრულო. ეს არის ჩემი ოთახი, სადაც ვცხოვრობ ბავშვებთან ერთად და მეგობართან ერთად. სამწუხაროდ არ ნახავს წყალი ჩამომდის. როცა ძლიერი წვიმაა, ესეთი ადგილი ნესტიანი. შეხედეთ, ასეთი მდგომარეობა, ასეთი საშინელება, სინესტე, სისველე. ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობ. სამწუხაროდ. რითიც შეგეძლებათ? დახმარება გთხოვთ, რომ დამეხმაროთ და ჩვენ პატარას დავუდგეთ გვერდს. დიდი მადლობელი დაგჭერთ, უფალმა დაგლოცოთ ყველას თითქოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.